მოხსევ აქეთ თქვენს ყურადღებას. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის და მე პირდაპირ დავიწყებ ამ წიგნის წინასიტყვაობით. ყოველივე, რასაც ვხედავს და განვიცდის, ცხოვრებაა. ლიტერატურა კი ცხოვრებას მისი უცნობი მხრიდან უყურებს. ხომ შეიძლება ის ხვანაერის ყოფილიყო. შესაძლებელსა და შეუძლებელს, მიუძღვილს, მიუხელთებელს, გაუცნობიერებელს შორის ჭიდილში დიდარი წარმოსახვით ჩართულ ადამიანს კი დიდ პროტულის ხელოვანია წერს ან ხატავს, ან ორივე ერთად. ხშირად სრულიად ახალი სივრცეები ეხსნება და აქ დარჩენილთათვის ეს საუცხოო სინამდვილეა, ფანტასმაგორია, პოეტური სახელით სიკიჟე. გიზო ვაშაკიძის მოთხრობებში ეს უცხო სამყარო თვალის მომჭრელად გამოიყურება. ჯერ თხრობის ექსპრესია გიზიდავს მასში. მერე თემატიკის ბიბლიური სურნელება, თითქოს პირველ ყოფილ, რაღაც პირველ ქმნილად აქტად და საგნად შეხება, რომელიც საკუთარ თავში უამრავ კითხვას დაგასმევინებს და ამ ავტოდიალოგში შესაძლოა შენი ახალი მეორეც აღმოაჩინო. ეს კი დამეთანხმება მკითხველი ყველაზე ჟმონტელიანი განცდა. ყველაზე ნამდვილი და ღირსეული განცდა ჩვენს ადამიანად ყოფნის ისტორიაში. იპოვა საკუთარი თავის თუნდაც ერთი ნაწილი, როგორც ახალი ვარსკვლავი უსასრულო გალაქტიკაში. იპოვა და განაგრძო გზა დანარჩენი მთელისკენ. ამ მოთხრობების მოელვარე ენერგია ამ გზისკენაც გივისკენთ. ეს გახლავთ ნინო სათხობელაშვილის სიტყვები ბატონი გიზოს შემოქმედებაზე. თავად გიზო ვაშაკიძე კი ალბათ აქ დამსწრეთათვის კარგად ნაცნობია ვინ არის, მაგრამ მე მაინც ვიტყვი რომ ის გახლავთ მხატვარი, გეოგრაფიის დოქტორი, შემდეგი მონოგრაფიების ავტორი, პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის ქართულ ენაზე 2003 წელს, მე-7 საკვირი თეოლოგია 2009 წელს, ციური ექსპრესი ქართულ და ინგლისურ ენებზე 2009 წელს, ფესტოსის დისკო გზამერი გალაქტიკიდან ქართულ და ინგლისურ ენებზე 2012 წელი, გიზო ვაშაკიძე დღემდე მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თავისუფალ დროს კი ჩანაწერების სახით იბადება პატარ-პატარა ნოველები და ლექსები. ამ სფეროში კი წელს და უბრალოდ კი დღევანდელ დღეს შედგება მისი დებიუტი სწორედ აი ამ წიგნის სახით, რომლის პრეზენტაციაზე თქვენ დღეს მოგზავნით. რასაკვირველია ამ წიგნის შეძენა აქვე ადგილზე შეგიძლიათ, თან ესე ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ ავტორი აქვე არის და შეგიძლიათ მისი ავტოგრაფიც მიიღოთ. რა თქმა უნდა, ამ წიგნზე დღეს კიდევ ძალიან ბევრს ვისაუბრებთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ თავად ავტორის სიტყვები, ამიტომ სწორედ სიტყვას ბატონ გიზოს უთმობთ. მოგზავნით.